Საამშვიდობისა ხალხო, ხოჯაფარიძე, რეიკის იაპონური ენერგეტიკული გამოჯანსაღებელი სისტემის ინსტრუქტორი. ეს ლაივი მიძღვნილია რეიკის პირველი საფეხურის პოსტსატრენინგო მხარდაჭერის საკითხების მიმართ, ასე ვთქვათ. ანუ მათთვის, ვინც გაიარა რეიკის პირველი საფეხური 11 ოქტომბერს და ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ გაგვიჩნდა რაღაცა შეკითხვები, რაღაცა კომენტარები, მზად ვარ გიპასუხოთ შესაბამისად. ვაყალიბებთ შეკითხვებს და ასე ვთქვათ, როგორ მიდის თქვენი პრაქტიკა, ესეც ძალიან მაინტერესებს, რისი გაკეთებაც სადეთ, როგორ გამოგივიდათ, რა შთაბეჭდილებები გაქვთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ეთერი არის მთლიანად თქვენიდან გამომდინარე, ამიტომ ველოდებით თქვენს შეკითხვებს და კომენტარებს. თუ ასეთი არ გაქვთ და ყველაფერი გასაგებია, შეიძლება კომენტარებში დაწერეთ, ყველაფერი გასაგებია, შეკითხვები არ მაქვს და ასე ვთქვათ, დღეს დავასრულოთ და მერე ვიფიქროთ, რა მოვიფიქროთ კიდე საინტერესო შემდგომში. მედიტაციის დროს პირველი პოზიცია გამოვტოვე, როგორ ვიქცევი. ჩვეულებრივად იღებ და იდებ ხელებს, ასე ვთქვათ, ისევ იმ პოზიციაზე, რომელიც გამოვტოვე. თუ რიგითობა დაირღვა, ხო, არ აუშვებს. რაც გამოვტოვეთ, იმას უბრუნდებთ. ეს ერთი, თვითონ სიცხე ეს არის ნეგატიური ენერგიის წვის პროცესი, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი გაწმენდითი ამბებია. შესაბამისად, სანერვიულო არაფერი გვაქვს, ვსვავთ სითხეს, ვაგრძელებთ პრაქტიკას, ეგ არის და ეგ. რამდენიმე დღის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული სამკურნალო კრიზისი არის შესაძლებელი რეიკის შემთხვევაში. ამ დროს ხდება ნეგატიური ენერგიის, ნეგატიური ემოციების, ნეგატიური სააზროვნო ფორმების, ასე ვთქვათ, ამოტივდება და მათგან გათავისუფლება. ხანდახან ხდება, როდესაც ასე ვთქვათ, ნეგატიური ენერგია და ინფორმაცია არ ძალიან ბევრი და ვერ ასწრებს ერთბაშად ცნობიერში გამოვლას, იმიტომ რომ ცნობიერი შესაძლებლობები არის საკმაოდ ვიწრო. ამ შემთხვევაში სხეულის დისკომფორტის ფორმა ეძლევა ხოლმე და ამ დროს მიდის ძალიან აქტიური გადამუშავება ძალიან ბევრი ნეგატივის. ეგ არის და ეგ. სხვა მიზეზები მაგ მდგომარეობას არ აქვს. ნანა, თუ შეიძლება მითხარით, სრული პრაქტიკის გაკეთება რაში გჭირდება თავიდან ფეხებამდე? თუ აქტუალურია თქვენთვის, ხო, თუ თქვენი მდგომარეობა არ მოგწონთ, ან მეთმარქნას ავად ხართ, მაშინ მედიტაციის გარდა შეგიძლიათ დაამატოთ, ასე ვთქვათ, უფრო ინტენსიური რაღაცეები. მაგრამ თუ გადასარევად ხართ და მშვენივრად და ასე ვთქვათ, თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მოგწონთ, შემოიფარგლეთ მხოლოდ მედიტაციით, ეს არის ეს. საინტერესო, ყველაფერი მემსხვრევა, ჭურჭელი და ნივთები. ეგეც გაწმენდითი პროცესების ნაირსახეობაა. ხანდახან მასა ხდება. ხანდახან ემოციები გვეუფლება ხოლმე, რომელიც წლების წინ ვერ გამოვხატეთ და ეხლა ამოდის. ხანდახან ადამიანები ჩნდებიან, რომელიც ნიკოლოზის დროინდელი ურთიერთობები რაღაცა უცებ გამოჩნდება ხოლმე, იმისთვის რომ საბოლოოდ წავიდეს. ანუ
ყველა ფორმის ნეგატივთან, რასთანაც მქონდა კავშირი, ასე ვთქვათ, ხო? ცოტა ხნით იჩენს თავს და შემდეგ კრება. ეს არის და ეს. თერთმეტ ოქტომბერს ლექცია არისო, 11 ოქტომბერს იყო რეიკის პირველი საფეხურის სემინარი. გამეორებით სავარაუდოდ გავიმეორებთ, თუმცა ჯერ ზუსტით არ იღი არ ვიცით როდის. შეიძლება ერთ თვეში, შეიძლება თვე ნახევარში ვნახოთ. და პრინციპში ადევნეთ თვალყური ანონსებს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდხანს იდო ის ანონსი და ძალიან ბევრმა ვერ გავიგეთო, თუმცა რეგისტრაციის ფორმა შევსებული ჰქონდათ და როგორ ვერ გაიგეს, ჩემამდე არ გადის. ასევე ნელ-ნელა ჩავწერ ვიდეოებს. პირველი ვიდეო ჩავწერე, მაგალითად, გუშინ დავდე, როგორ კეთდება რეიკის სამედიტაციო სეანსი, ხო? შემდეგ ვიდეოებში დავდებ, ასე ვთქვათ, ჩემი მოსწავლეებისთვის ყველა იმ მასალას, რაც გავიარეთ ტრენინგზე, იმისთვის, რომ მათ შეძლონ უკეთ აპრაქტიკონ ათვისებული ცოდნა, იმიტომ რომ რეიკის პრაქტიკა მოითხოვს ინიციაციას, შესაბამისად, თუ გსურთ, რომ რეიკი აპრაქტიკოთ, უნდა გაიაროთ ინიციაცია. ინიციაციის გარეშე ყველაფერი ეს არ არის რეიკი, ეს იქნება საკუთარი ენერგიის ხარჯვა. საკუთარი ენერგია არის სასრული. შესაბამისად, შეიძლება მიიღოს გამოფიტვამდე. რეიკის შემთხვევაში ეს ენერგიის წყარო არის პრაქტიკულად უსასრულო და უშრედი. ამაშია სხვაობა. კიდევ თუ გვაქვს მეგობრებო შეკითხვები, მომწერეთ ან კომენტარები. თუ არა და პრინციპში მე მგონი ასე თუ ისე ყველაფერი გასაგებია. შემდგომ ნაბიჯებს გიჩვენებთ პრაქტიკა. აქ თავარია ყველაფრის ერთად კეთება არ დაიწყო, ხო? გამომდინარე იქიდან, ასე ვთქვათ, რა გჭირდება, როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაქვს, რა აქტიურობით გჭირდება პრაქტიკა. მანდ გადაწყვიტეთ, ხო? მაქსიმალური ასე ვთქვათ, დატვირთვა ეს არის, როდესაც იყენებთ სრულ სეანსს თავიდან ფეხებამდე. მინიმალური, როდესაც იყენებთ მარტო სამედიტაციო ფორმას. რაო. რეიკის სხვა ეგრეგორის პრაქტიკაა და ქრისტიანობის ეგრეგორისთვის არ გამოიყენებაო. ასე შეგიძლია გადაცე ქრისტიანობა და ეგრეგორი შეუთავსებელი რამეა თქვა ერთმანეთს. ეგრეგორი ეს არის ადამიანების ენერგიის მიერ, აი რაღაცა ადამიანთა ერთობა, ქმნიან ენერგიის გარკვეულ სტრუქტურას, რომელიც შემდეგ იკრებს ძალას და ეს სტრუქტურა დაინტერესებულია სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანების, ასე ვთქვათ, შემოთრევით მასში. იმიტომ რომ ამ ადამიანების ენერგიით იკვებება. მაშინ აქედან დავასკვნათ, რომ ქრისტიანობა ეს არ არის ღვთაებრივი ფენომენი, რომ ეს არის აბსოლუტური მონაგონი ადამიანების. თუ ამას ვიჯერებთ ჭეშმარიტებად, მაშინ ხო შეიძლება ეგრე ვივარაუდოთ. თუ ასე ვთქვათ, ვინარჩუნებთ იმ პოზიციას, რომ ქრისტიანობა ეს არ არის ადამიანური ფენომენი, არც რეიკის სხვა შორის. ძალიან მარტივადაა რა, აი იქ საწყობი არის ერთი, დისტრიბუციაა სხვადასხვა. ამიტომ ამ შემთხვევაში ცოტა კატეგორიების აღრევაა ტერმინების. თავს კარგად გრძნობ, პირიქით ენერგიის სიჭარბეს გრძნობ, ანუ 15 წუთიანი გავაკეთე და საკმარისია. დიახ, აბსოლუტურად. აი გააკეთეთ 4 სეანსი, მაგალითად დღეს დაასრულეთ, ხო? აცალეთ ახლა ცოტა ხანი, დააგვირდით საკუთარ თავს. თუ ყველაფერი გადასარევად არის, შეგიძლიათ რაიცა ლაითი რაღაცეები აკეთოთ.
ანუ ასე ვთქვათ, იცით რა, როდესაც კარგად ვართ და ინტენსიურ პრაქტიკას ვიწყებთ, გამაჯანსაღებელს. შეიძლება ჩვენმა ქვეცნობიერმა დაიჯეროს, რომ ავად ვართ და რაღაცა გვჭირს და მერე გითხრას, რომ კი ბატონო, ახლავე შეგისრულებ. მაგ ოცნებებს და ნატურებსა და მართლა დაგმართოს რაღაცა. რა განვმარტო, ეს განმიმარტეო და რა განვმარტო კონკრეტულად. ეგრეგორი არის ადამიანების ცნობიერებით და ენერგიით შექმნილი სტრუქტურა. თუ ქრისტე არის ადამიანის ფანტაზია, მაშინ ის რაც გითხრეს, არის ალბათ ჭეშმარიტება. თუ თანხმდებით იმაზე, რომ ქრისტეს ფენომენი მაინც ღვთაებრივი ფენომენია, ამ შემთხვევაში ეს შენიშვნა მართებული ვერ იქნება. თუ კარგად ხარ და პირიქით დადებითად ვითარდება ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ უარყოფითი არ არის ჩემში არაფერი? ამ ეტაპზე არ არის არანაირი, ესე ვთქვათ, შინაგანი და გარეგანი წინააღმდეგობა იმისა, რომ ხორციელდებოდეს შენი მიზნები, შენი ამოცანები, შენი ზრახვები და ღირებულებები. ეს არის და ეს. ანუ, ასე ვთქვათ, კარგად გაქვს მომართული შენი იალქნები და ეს ქარი და იალქნები კარგადაა დამთხეული ერთმანეთს. თქვენს გილოცავთ ხალხოს სვეტიცხოვლობას, ასევე დღეს არის მირქმა. მასაც გილოცავთ. დღევანდელი დღე არის მეოთხე. პირველი იყო, როდესაც მთელი დღე რეიკის ნაკადში ვიყავით და ჩათვალეთ, რომ თავიდან ფეხებამდე სეანსის ტოლფასია. შემდეგ გუშინ წინ, გუშინ და დღეს, ზუსტად გამოგივათ 4. თუ არ არის რაღაცა სპეციფიური, ასე ვთქვათ, დიაგნოზი ამ პრობლემა. ესეთი დიაგნოზის ამ პრობლემის შემთხვევაში, სადღაც 4-დან 12 სეანსამდე ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ რაღაც შედეგი. Начинается. რეიკის დროს ღვთიურ ძალას ვუხმობთ, ანუ შეიძლება ითქვას ქრისტეს ვუხმობთ. არა. ღვთიური ძალა არის ღვთიური ძალა. რეიკი ეს არის ის უნივერსალური ენერგია, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს ავსებს. ხო? ამ შემთხვევაში, როდესაც რეიკის მეშვეობით მუშაობ, სწავლობ აი უნივერსალური სასიცოცხლო ენერგიის მართვას. ამ სასიცოცხლო ენერგიის, ასე ვთქვათ, ავტორი, წარმმართველი და ბატონი და პატრონი არის ზუსტად მამაზეციერი. ამიტომ რეიკი არ არის რელიგია, რეიკი არის ტექნოლოგია. არ მოითხოვს არანაირ რწმენას ამ შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ აბსოლუტური ათეისტი ხარ, გავლილი გაქვს ეს ინიციაციის პროცესი, ხელს ადებს ადამიანი მეორე ადამიანს და კვილის ტკივილი გაზდის იმას. როდესაც ტექნოლოგია ასე ვთქვათ დამყარებული არ რწმენის აუცილებლობაზე, ეს ტექნოლოგია არ არის პლაცებოა. წარმოიდგინეთ სახში რომ მოვიდეს თქვენთან, მაგალითად სანტექნიკოსი და გითხრათ, რომ მე თქვენ ონკანს შევაკეთებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაიჯერებთ, რომ მე ეს შემიძლია, ასე ვთქვათ, თქვენი რწმენა მჭირდება იმისთვის, რომ თქვენი ონკანი შევაკეთო. თუ ამას სერიოზულად იჯერებთ, ხო? ფაქტიურად თვით ჰიპნოზით ხართ დაკავებული და ვთქვათ, თერაპიული ეფექტი მოაქვს არა თვითონ მოქმედებებს, არამედ თქვენს რწმენას და ეს არის პლაცებო. ეგ არის და ეგ. რეიკი არ არის რელიგია, რეიკი არის ტექნოლოგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოღონდ ენერგეტიკული ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს არა ფიზიკურ სხეულთან, მაგალითად პირდაპირ, ხო? არამედ ენერგეტიკულ სხეულებთან.
სულ რამდენი საფეხურია? სულ არის 4 საფეხური. პირველი არის პრაქტიკოსი, მეორე, ასე ვთქვათ, მეორე საფეხურზე ღებულობთ გაცილებით უფრო დიდ შესაძლებლობებს, მესამე საფეხურზე ხდებით ოსტატი და მეოთხე საფეხურზე ხდებით ტრენერი ან ინსტრუქტორი. შემდეგი საფეხური როდის იქნება, ვნახოთ, იმიტომ რომ იმისათვის, რომ მეორე საფეხურის ათვისება მოხდეს ეკოლოგიურად, ასე ვთქვათ, ხო? პირველი საფეხურის, ასე ვთქვათ, პრაქტიკა გჭირდება საკმარისი რაოდენობით იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ამის ადაპტაცია მოხდეს როგორც შენს ფიზიოლოგიასთან, ისე ფსიქოლოგიასთან. ყოველდღიურობაში თუ აპირებთ რეიკის გამოყენებას, მაიკო, გამოიყენეთ სამედიტაციო ფორმატი. სრულ სიღრმისეულ დამუშავებას საკუთარი სხეულის არ გიჩვენთ. თუ არ გჭირთ რაღაცა, ასე ვთქვათ, დაავადება, არ გინდათ. გრძნობელობა გაგეზდებათ ისე, გვერდზე ქალაქში დააცემინებს ვიღაცა, თქვენ გექნებათ აქ რეაქცია, რაში გჭირდებათ ესეთი. არტერიულ წნევაზე რომელი ტექნიკა შეიძლება გავაკეთო? პირველი დაუძახოთ ექიმს, მეორე დალიოთ წამალი, რომელსაც გამოგიწერთ ექიმი, აი ამის შემდეგ შეგიძლიათ დაკავდეთ რეიკის პრაქტიკით. შეგიძლიათ სამედიტაციო ფორმატი გააკეთოთ. შეგიძლიათ გააკეთოთ გარკვეულ პოზიციებზე, ხო? ეს არის გული, ეს არის თირკმელები და ეს არის თავი. ნებისმიერი თანმიმდევრობით, როგორც მოგწონთ. ეს კარგი აზრია. სხვადასხვა ტიპის დაავადებებზე სპეციალური პოზიციებიც რო განვიხილოთ. ადრე თუ გვიავიზავთ მაგაცას. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა სხვა ადამიანს დაეხმარო რეიკის ენერგიით ისე რომ მან არ იცოდეს ამის შესახებ. თუ ეს არის თქვენი შვილი, თუ ეს არის თქვენი სისხლით ნათესავი, აქაც კარგად უნდა დაფიქრდეთ. კიდე შეიძლება, მაგრამ ისე არა. თქვენ ერევით ადამიანის თავისუფალ ნებაში. და ეს ამას ყოველთვის ექნება თქვენთვის შედეგები. ხანდახან არც თუ ისე სახარბიელო. ამიტომ ასე ვთქვათ, შესთავაზეთ ადამიანს, რომ შემიძლია დაგეხმაროთ. გინდა, არ გინდა. და ძალით ადამიანს სიკეთეს ნუ მიაყენებთ. არ ჯანმრთელობას და არც ბედნიერებას, არ გინდათ. რაც 64-ის კარზე ესე შუბლის რახუნით არავინ შედის იქ. არ აქვს მნიშვნელობა სხეულზე დადებთ თუ ტანსაცმელზე დადებთ, აბსოლუტურად არანაირად. ისიც კარგად მუშაობს და ესეც. თუ ყველაფერი კარგადაა, და მაინც გვინდა რომ რაღაცა ვაპრაქტიკოთ, შეარჩიეთ კვირაში ერთხელ რაღაცა დღე და აპრაქტიკეთ სამედიტაციო სეანსი და რეიკის პრინციპები. რაღაც 20 წუთი წაგივოთ კვირაში ამაზე, იმისთვის რომ უბრალოდ ეს ასე ვთქვათ, განვითარდეთ თვითონ რეიკიში როგორც სისტემაში. თუ ყველაფერი არის გადასარევად. აქ არის ოქროს კანონი, სადაც არ გეკავება, ნუ იფხან.
ესე იგი, ირინა, ნახეთ, თუ გახსოვთ ქრონიკულ დაავადებებთან მუშაობის ფორმატი, ვაკეთებ ჯერ ამ 5 პოზიციას, 3-3 წუთი თითო პოზიციაზე და მე აი კისერში, აი აქ სადაც გტკივათ, შემდეგ აქ დაიდეთ ხელები. ნუ ალბათ ერთი 6-დან 10 წუთამდე გედოთ მანდ ხელები. აი ეს ასე ვთქვათ, ესეთი ტიპის სეანსი გაიკეთეთ ერთი 10 ჯერ. მე რაღაცა პაუზა აიღეთ იმისთვის, რომ შეამჩნიოთ შედეგი. ანუ თუ სადღაც კონკრეტულად გვაქვს პრობლემა, ჯერ ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, 5 სტანდარტულ პოზიციას, ხო? ეს არის ესენი, ანუ შუბლი კეფა, საფეთქლები, კისერი და თხემი, კუჭი, თირკმელები. აი ამის შემდეგ გადაგვაქვს ხელები იქ კონკრეტულად, სადაც ასე ვთქვათ, გვაქვს რაღაცა პრობლემა. თუ ისეთი ტკივილია, რომ ვერ იდებ ხელს, ხო? ნუ ჯვარი წერია ყველას დამწვრობაა მაგალითად. დისტანციურად გააკეთეთ, დაიკავეთ ხელი 5-10 სანტიმეტრის დაშორებით და სანამ ენერგია მოდის გეჭიროთ. კიდე თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა? ასევე ძალიან მინდა რომ ნელ-ნელა მიმოვიხილოთ ჩაკრები და მათი დიაგნოსტიკის მეთოდებიც. იმიტომ რომ ამისთვის არის საჭირო რაღაცა უნიკალური უნარები, უბრალოდ საკმარისია დააკვირდეს შენი სხეულის მდგომარეობას და შენი ცხოვრების მოვლენებს, რომ მიხვდე, რამდენად კარგად მუშაობს აი 7 ტრადიციული ჩაკრიდან, ასე ვთქვათ, ყოველი, ხო? იმიტომ რომ მაგალითად პირველი ჩაკრა არის პასუხისმგებელი გადარჩენაზე და ფუნდამენტურ საჭიროებებზე რაღაცა, ხო? ანუ ეს არის უსაფრთხოება, ეს არის საჭმელი, ასე ვთქვათ, ეს არის თავშესაფარი და ასე შემდეგ. აი მაგალითად, როდესაც ადამიანი შოულობს ფულს მარტო იმდენს, რომ აი რაღაცა საარსებო მინიმუმზე ყოფნის და მეტი ვერა, ესე იგი პირველ ჩაკრაში აქვს მნიშვნელოვანი ბლოკირებები და საჭიროა პირველ ჩაკრასთან ისეთი კარგი სპეციალური მუშაობა, რომ გავანთავისუფლოთ, ავამუშაოთ ნორმალურად, ხო, მაგალითად პირველი ჩაკრა. კიდევ ასე ვთქვათ, ერთი საინტერესო სიმპტომი, რომელიც გვიჩვენებს მაგალითად პირველი ჩაკრის მუშაობის ხარისხს, ეს არის ადამიანის დამოკიდებულება უძრავ ქონებასთან და მისი საცხოვრებელი პირობები. თუ ცხოვრობს ნაქირავებში, თუ მაგალითად სისტემატურად კარგავს უძრავ ქონებას, ან ვერ იძენს უძრავ ქონებას, ხო? ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ პირველ ჩაკრაში ადამიანს აქვს ძალიან სერიოზული ბლოკირებები. ასევე ძალიან საინტერესოა, როდესაც ეს მუდმივად დაღლილი მდგომარეობა აქვს ადამიანს, რაღაცა ძალა არ ყოფნის, ხშირად ხდება ავად, ხშირად ცივდება, მაგალითად, ხო, იმუნური სისტემა ვერ მუშაობს კარგად, ესეც პირველი ჩაკრის პრობლემაა, მაგალითისთვის, ხო? ფეხების პრობლემები, ფიზიკური, ხო, ვარიკოზი, მაგალითად, ბუასილი, კუდუსუნის არეში რაღაცა პრობლემები, სახსრები, განსაკუთრებით მენჯის ძვალი, თმები, კბილები, ასე ვთქვათ, აი ეს თემატიკა თუ აქვს ადამიანს პრობლემური, ესეც პირდაპირ მიუთითებს პირველ ჩაკრაზე, ასე ვთქვათ, ოფლიანობა, უსიამოვნო სუნს, როცა გამოცემს ადამიანი, ესეც პირველი ჩაკრის პრობლემატიკაა. ასევე მაგალითად პირველ ჩაკრის პრობლემაზე მიუთითებს ის, რომ ადამიანს აქვს მუდმივი აურზაური სახში. აი ამ შემთხვევაშიც კი, როცა ალაგებს და ყველაფერს თავის ადგილზე დებს, აი ცოტა ხანში ისევ 2 საათში ისევ არეულია ყველაფერი, ესეც ზუსტად ამაზე მიუთითებს, ხო? რომ აი მანდ არის ბლოკირებები. თუ უჭირს დანაზოგების გაკეთება მაგალითად ადამიანს, ხო? თუ სულ პარავენ ფულს, კარგავს ფულს, იმის მაგივრად, რომ მაგალითად შექმნას ფინანსური დანაზოგები, იქმნის ქონის დანაზოგებს და რაღაცა ძალიან ჭარბწონიანობა ჭირთ ხოლმე. მილიონი რაღაცა აბსოლუტურად უსარგებლო ნივთი აქვს სახში და ასე შემდეგ. და აი
ძალიან ესეთი მარტივი სიტუაციური რაღაცეებით შეიძლება ყოველი ჩაკრის მუშაობის დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და ზუსტად ვიცოდეთ, სად გვაქვს სამუშაო საკუთარ თავზე. იმისთვის რომ ერთის მხრივ ასე ვთქვათ, მოვიყვანოთ წესრიგში საკუთარი სხეული და მეორეს მხრივ მოვიყვანოთ წესრიგში სოციალური ცხოვრება ჩვენი. მუთხის დღის მერე ჩაკრების გაწონასწორება მინდა გავაკეთო და რამდენ დღეში დავიწყო. შეგვიძლია აი მაშინვე მიაყოლო ზედ, ასე ვთქვათ. სხეულის ტემპერატურა 34 გრადუსი რა იგულისხმებთ? 34 გრადუსი გაქვთ სტაბილურად, ბუნებრივად, ეხლა გაქვთ 34 გრადუსი. დაუძახეთ ექიმს თუ მასეა. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, მოვა ექიმი და გეტყვით, რას დამიძახეთ, საერთოდ ყველაფერი არ გჭირთ, ყველაფერი გადასარევად არის. რეიკის ინიციაციის შემდეგ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ამბავი. კუდუსუნზე როგორ ვიდებთ ხელს და რამდენ ხანში შეიძლება პირველი ჩაკრის წესრიგში მოყვანა? პირველში მაქვს პრობლემა. ზოგადად მინიმუმ 21 დღე არის სამუშაო ჩაკრებს. შეიძლება მეტის დაგჭირდეთ. მაგალითად თუ პირველი ჩაკრის პრობლემებს ვაგვარებთ, ხო? შევდივართ რეიკის, ასე ვთქვათ, ნაკადში ვააქტიურებთ. შეგვიძლია უბრალოდ სამჯერ წარმოვთქვათ რეიკი მეტი აფერი ესეც. შემდეგ, როდესაც ვიგრძენით ხელებში ენერგიის ნაკადი, ერთ ხელს ვიდებთ უდუსუნზე, მეორე ხელს ვიდებთ გენიტალიებზე. ანუ ჩაკრას აქ წინა მხარე, ასე ვთქვათ, ხო და უკანა მხარე. აი ორივე მხრიდან ვიჭრავს ხელები. და მინიმუმ 3 წუთი. მაგრამ თუ ვიცით რომ ეს ჩაკრა არის პრობლემური და მასში სერიოზული ბლოკებია, მაშინ გირჩევთ 6-დან 10 წუთამდე გიკავოთ ხელები. და ესე 21 დღე მიყვეთ და მაგალითად დაამუშავოთ პირველი ჩაკრა. იმისათვის რომ მიიღოთ მდგრადი ეფექტი. თან ძალიან სასარგებლოა ამ დროს დღიურის წარმოება და ჩაწერა იმისა თუ როგორ ვითარდება პირველ ჩაკრასთან დაკავშირებული მოვლენები, პირველი ჩაკრის თემასთან დაკავშირებული რაღაცეები თქვენ ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო რაღაცეები ხდება ხოლმე, რომლის ესე ვთქვათ დაფიქსირება ღირს წერილობით იმისთვის რომ მე მიუბრუნდე და გააანალიზოს ყველაფერი. ჩაკრების დიაგნოსტიკა ჩემთან სეანსზე არ ამაზე ვიდეოს ჩავწერთ. მან გავაკეთებთ ლაივს საერთოდ. ცალკე დავაანონსებ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ბევრს მოუნდება ამის მოსმენა. და ასე ჩამოვაყალიბოთ, ეტაპობრივ დაუაროთ, ასე ვთქვათ, 7-ვეს. რთული არაფერი არის პრინციპში, არ ჭირდება ამას რაღაცა სასწაული უნარები, უბრალოდ პატარა დაკვირვების უნარი ჭირდება. იმისათვის რომ განსაზღვრო, აი, რომელ ჩაკრებში გაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ჩაკრებზე მუშაობა ცოტა სხვანაირად მიმდინარეობს, ვიდრე აი ჩვეულებრივი მუშაობა რეიკიში. ხო, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მუშაობის დროს მოვდივართ ზემოდან ქვემოთ. ჩაკრების შემთხვევაში ქვემოდან ზემოთ ავდივართ. აი ზუსტად პირველ ჩაკრაზე აი აქ საუბარი ამ კომენტარში ლექციიდან 2 დღე გვდარივით ვიწექი ძილბურანში ფაქტობრივად. გუშინ დილიდან მომინდა და ნახევარი გარდერობი გადავუშვი სანაგვესთან. ძალიან მაყოფილი დავრჩით ამით. თუ გახსოვთ თქვი რომ პირველი ჩაკრის პრობლემატურობის ერთ-ერთი გამომხატველი არის ის რომ გიგროვდება უსარგებლო რაღაცეები, ნივთები. შეიძლება ენერგეტიკულად იმუშაო მასზე, ხო? მაგრამ აი რომ დაუარო სახში კარადებს და გადაარჩიო და მოისროლო ის რაც არ გჭირდება, ესეც ძალიან გადასარევად მოქმედებს იმაზე, რომ
პირველი ჩაკრის გარკვეული ბლოკები გაიხსნას. კი ბატონო, შეიძლება ხელები გახურდეს, შეიძლება გაცივდეს, შეიძლება ჩხლეთ აიგზნოთ, შეიძლება იმ მომენტში არაფრის შეგრძნება არ იყოს. ხანდახან როდესაც ენერგია არის ძალიან მაღალ ვიბრაციული, შეიძლება ვერაფერი ვერ ვიგრძნოთ, ასე ვთქვათ, ფიზიკურად. იმიტომ რომ იმდენად შორს არის ფიზიკური სხეულიდან. რეაქცია არ გქონდეს, ეს ნორმალური ამბავია აბსოლუტურად. უყურე, როგორ რაღაცა, თითო ჩაკრაზე, თვითონ ჩაკრის სეანსი როგორ კეთდება, იგივენაირად როგორც რეიკის სეანსი, ალბათ ვიწყებთ ქვემოდან და პირველი ჩაკრიდან და წინიდან და უკნიდან მიგვაქვს ხელები. პირველი, მერე მეორე, მესამე, მეოთხე, მერე აქეთ, ხო? თითო ჩაკრაზე მინიმუმ გვიჭირავს 3 წუთი ხელები. მაგრამ, როდესაც ვიცით პრობლემური ჩაკრები, იქ უნდა გავაჩეროთ ხელები ცოტა უფრო, ორმაგი დრო გჭირდება, რომ დამუშავდეს ბლოკირებები. ასევე მაგალითად რომელიღაც ჩაკრაზე გვიდოს ხელი, ხო და მოდის ენერგია აშკარად ებრძვა, მაგრამ დრო გავიდა, მაინც გავაჩეროთ აქ ხელი, სანამ ენერგია მოედინება, სანამ ითხოვს ის, ასე ვთქვათ, კვებას, გვეჭიროს ხელი. და აი ეს შეგვიძლია გავაკეთოთ მინიმუმ 21 დღე. შემდეგ დავხედოთ ორ რაღაცას. თავს როგორ გზნობთ, ანუ მაგალითად რაღაცა სიმპტომები თუ იყო ჩაკრებთან დაკავშირებული ფიზიკური დეფორმაციის სხეულის თუ გაქრა, ან შემსუბუქდა და მაგალითად აი როგორ ლაგდება შენი ცხოვრების მოვლენები. მაგალითად მესამე ჩაკრის სიძლიერის ერთ-ერთი გამომხატველი არის ის, რომ როდესაც რაღაცას პირდები საკუთარ თავს ან სხვას აკეთებ. აი ორშაბათიდან მე ამას ვიზავ, იმას ვიზავ, ხო და მე აი ეს თუ გაიფიქრე და მე აკეთებ, ესე იგი მესამე ჩაკრა ნებელობის ჩაკრა, ხო, ძალაუფლების ჩაკრა. წესრიგშია. თუ ვერა, ესე იგი აშკარად სამუშაო ამაზე. და აი ამ მიმართულებებით რა იცვლება? დიაგნოსტიკა იმისთვის გვჭირდება, რომ თავიდან დასაწყისში დავაფიქსიროთ, სად გქონდა, ასე ვთქვათ, სუსტი წერტილები, რომ სადღაც ერთ თვეში კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ და დავხედოთ რაღაცა გამოსწორდა, რაღაცა ვერ გამოსწორდა, ანუ ასე ვთქვათ, დავაკორექტიროთ, იმიტომ რომ საკმაოდ დროის ტევადი ამბავია, მეაქ 1 საათამდე, ხო და თუ შეგვიძლია რომ დღეში დაუთმოთ ამაზე 10-15 წუთი, არის აუცილებელი საათნახევარი ვიждეთ, ხო, ამ პოზიციებში. კი, აბსოლუტურად ნორმალურია, წეღანას თქვი, შეიძლება არანაირი შეგრძნებაც არ იყოს, ესე იგი ენერგია მოედინება ჩვეულებრივად ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, რაც კარგია. არა, მხოლოდ პირველ ჩაკრაზე არ მუშაობთ 21 დღე, შეგვიძლია 7-ზე ვიმუშაოთ 21 დღე, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, სად გჭირდება პროინტენსიური მუშაობა და სად გჭირდება ჩვეულებრივი 3 წუთიანი, ასე ვთქვათ, პროტოკოლი. სიყვარულის ენერგიით შეიძლება ჩაკრებზე მუშაობა. კი ბატონო, შეიძლება რატომაც არა. როდესაც რაღაცა პოზიციაზე ძლიერ სიცხეს გრძნობ, ეს არის ფიზიკიდან თუ გახსოვთ ომის კანონი. გამტარი ხურდება მაშინ, როდესაც არის დიდი წინაღობა. თუ რაღაცა ბლოკირებას ხდება ენერგია, ხო, იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ბლოკის განეიტრალებაზე მუშაობს, აი ამ შემთხვევაში უძნობთ ხოლმე სიმხურვალეს. ეგ არის. კი, 21 დღე შეგვიძლია
7-ვე ჩაკრაზე ვიმუშავოთ. 3 კვირაში გავიაროთ ეს სამუშაო ციკლი, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ 21 დღიდან შეიძლება რომელიღაცაზე მუშაობა უფრო დიდხანს დაგჭირდეთ. მაგალითად, აი ჩაკრების მიმართება ფინანსებთან, ხო? პირველი ჩაკრის ენერგია თუ ჯანსაღია, საარსებო მინიმუმი აქვს ადამიანს. თუ მეორე ჩაკრაც ამუშავდა კარგად, ეს ენერგია ზემოთ ამოვიდა. საარსებო მინიმუმის გარდა კომფორტი ჩნდება მის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, იოლად შემოზდის ფული. აი, რასაც გამართლება ქვია, ხო რაღაც. ერთს აკეთებ და სამს ღებულობ. ეს არის მეორე ჩაკრის სიჯანსაღე და ასე ვთქვათ, აი უკვე როდესაც საუბარი ეხება კარიერას, როდესაც საუბარი ეხება ბიზნესს, დიდ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ რაღაცებს, აი მესამე ჩაკრა უნდა მუშაობდეს, კარგად. ლიდერული თვისებების ჩაკრა. მაგალითად, გულის ჩაკრა ფინანსებთან მიმართებაში, ეს ძალიან საინტერესოა. საკუთარი თავის მიმართ სიყვარულში როგორ ვართ, ხო? თუ მაინდა-მაინც ვერ გვიყვარს საკუთარი თავი და არ თვლით საკუთარ თავს ბოლომდე კეთილდღეობის ღირსად, შესაბამისად რაღაცა ეტაპზე დაიბლოკება, ხო? მატერიალური სიკეთეების შემოდინება. ვისაც აი ეს ჩაკრა ყელის დაბლოკილის ვერ პოულობს საყვარელ საქმეს. კი აკეთებს რაღაცეებს, მაგრამ ის არ მოწონს და სულ იმ ფიქრებშია, რომ აი, როდის ვიპოვი ჩემ რაღაცას და ამას დავანებებ ყველაფერს თავს. ეს ჩაკრა როდესაც მუშაობს კარგად, სტრატეგიული გაწყვეტილების მიღების უნარი აქვს, სად დავაბანდო ფულისა, სად არ დავაბანდო, როგორი ვთქვათ, ფული გადავცვალო, გადმოცვალო, მოვხსნა ანგარიშიდან დავდო, როგორი სახის ინვესტიციები გავაკეთო და ასე შემდეგ. etc. ანუ ბევრი ნიუანსი. სიყვარულთან მიმართებაში არის ბევრი ნიუანსი პირად ცხოვრებასთან, ხო? რომელიც ჩაკრები აფასებდა. ამიტომ ჯობია რომ ვიცოდეთ ეს დიაგნოსტირების წერტილები და ზუსტად გვესმოდეს ეს სად გვაქვს ამუშავდა. სად რა დავამუშაო, რომ დავეხმარო ჩემ თავს ან სხვას. მაგალითად კლიენტებთან მუშაობ, შეიძლება სხვასაც დაეხმარო. დიაგნოსტიკაზე, ჩაკრების დიაგნოსტიკაზე ლაივს დავდებთ, ну ალბათ ერთ კვირაში სამწეს. რავო, დაწოლილ მდგომარეობაში რატომ არ შეიძლება პრაქტიკა, ხერხემალი და ხელები მტკივრდება ძალიან. ვინ თქვა რომ არ შეიძლება დაწოლილ მდგომარეობაში? პირიქით. აქ ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი კომპონენტი არის თქვენი კომფორტი. ისე მოთავსდით, რომ შეძლოთ კომფორტულად იგრძნოთ თავი და კარგად მოდუნდეთ. გნებავთ დაწექით, გნებავთ დადექით, გნებავთ იხტუნავეთ. თავარია კომფორტი და მოდუნებულობა შედგეს. არ საიდან არაფერი არ გაწვებოდეს, დისკომფორტს არ გიქმნეს. თორე კი ბატონო, დაწოლილი აკეთებ თუ გნებავთ. თუ ჩაგეძინათ პრაქტიკის პროცესში, არც ეგ არის პრობლემა, ვინც შეაფერი არ შავდება აბსოლუტურად. თუ აქვს შეკითხვები კიდევ? აი პირველი საფეხურის პრაქტიკოსები რო ვიქნებით საკმარისი რაოდენობით, შემდეგ გავაკეთოთ ცალკე კურსი, რომელსაც ქვია რეიკი ფული. როგორ შეიძლება რეიკის გამოყენება ფინანსური წარმატების შესაქმნელად. ასე ვთქვათ, ეს რეიკის ცალკე მიმდინარეობა, ამასაც ინიციაცია ჭირდება, ოღონდ განსხვავებით ტრადიციული რეიკისგან. სულ ნახევარი საათი ჭირდება მთელს ინიციაციას. მაგრამ ინიციაციის გარდა ეს ძალიან საინტერესო ტექნიკები და ტექნოლოგიებია. ახლა რა ვქნათ ყოველდღე 8-ზე რომ აღარ დამელაპარაკები, დამირეკე მე რომ დაუცვილო. დამირეკე მტრედი გამოუშვი, წერილი მომწერე, სახურავზე ცეცხლი დაან თეთრი ბოლით რომ მიხვდე რომ ყველაფერი კარგად არის შენ ცხოვრებაში. რა გიშალა ვინმე?
რეიკის ლაივები ხშირად იქნება, ალბათ შევარჩევთ რაღაცა დროს. ცოტა მინდა რომ პრაქტიკაში მოძლიერთეთ და მე შეიძლება ერთდროულად ვიპრაქტიკოთ, პირდაპირ ლაივის პროცესში ვაკეთოთ რაღაცეები, იმიტომ რომ ჯგუფური ძალისხმევა ძალიან საინტერესო შედეგებს ქმნის ხომ. მაგალითად, ვიღაცას თუ ჭირდება დახმარება ჯანმრთელობის ამბავში ან სხვა ტიპის, თუ არის რეიკის პრაქტიკოსების ჯგუფი, ეს სიამოვნება მეორე საფეხური დაიწყება. როდესაც ენერგიის გადაცემა შეგიძლია დისტანციაზე. შეგიძლია საავადმყოფოში მწვეული ადამიანს ძალიან კარგად დაეხმარა მაგალითად. ოპერაციის მერე, ოპერაციამდე თუ არ წერია ყველას. რეიკი ფული თვითონ ეს სისტემა არის ძალიან მაგარი სისტემა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი, იმიტომ რომ ძალიან რბილად და კარგად ალაგებს სიტუაციებს. კარგით ხალხო, მე მგონი ამოვწურეთ შეკითხვები ამ ეტაპზე. შესაბამისად, მომავალ შეხვედრამდე თუ რაღაცა შეკითხვა გიჩნდებათ ამ ლაივის ქვეშ დააკომენტეთ, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. და შევარჩევთ დღეს მაგალითად საღამოს, არ ვიცი, 8 საათი თბილისის დროით თუ არის მისაღები თქვენთვის, თუ არის ნორმალური დრო. 8, 9 ან 7. მაგალითად ეს რომ იყოს ხუთშაბათი, როგორ ხართ? ხუთშაბათობით 8 საათზე თბილისის დროით. 9 საათი წავიმუშაოთ და 1 საათიც განვიხილოთ შეკითხვები. ანუ სამშაბათი გვაქვს, ან ხუთშაბათი გვაქვს არჩევანი. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ეს ვარიანტი. ან შეგვიძლია სხვანაირად გავაკეთოთ. შეგვიძლია ავიღოთ თვეში ერთხელ ერთი დასვენების დღე დილიდან. მაგალითისთვის. იმიტომ თვეში ერთხელ შეკითხვებიც გვიგროვდება, მასალაც გვიგროვდება და შეიძლება უფრო საინტერესოც იყოს ეგეთი ფორმატი. ანუ თვითონ ასეთი ერთობლივი მუშაობა თვეში ერთხელ. მოკლედ, მოვიფიქრებთ, გადავხედავთ, გადმოვხედავთ გრაფიკებს. თქვენთან რო 9-ის მერეა, ჩემთან ხდება ღამის პირველი საათი პრაქტიკულად და ვერა. ამიტომ ყველაზე გვიან ალბათ 10:30-ზე უნდა დავამთავროთ. ნახოთ, ვცადოთ, ვიექსპერიმენტოთ, ისიც ვცადოთ, ესეც ვცადოთ და ჩვენ ხელშია საბოლოო ჯამში. დასვენების დღე ისე კი ჯობია, მაგალითად, აი დილიდან თქვენი დროით 10-დან, 11-დან 12-მდე, სანამ მზე ადის, რომ ეს ენერგია გამოვიყენოთ კარგად, სანამ ზენიტში მოვა. მე მგონი გადასარევი იქნება. მაგალითად, რომელიმე კვირა დღე. პარასკევის მერე, ხა შაბათს დილით პარალელოგრამს რო გიგავს თავი, ცოტა რთულია ხოლმე. იმიტომ ჯობია კვირას.
კვირას 11 საათი. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ამ კვირას არა, მაგრამ იქით კვირიდან შეგვიძლია რაღაცეები ვქნათ დილაობით 11 საათზე მაგალითად. და მერე მთელი კვირა ვიქნებით პოზიტივზე ყველა. კაი ხალხო, ძალიან მიყვარხართ. მენატრებით და იმედია ფიზიკურადაც ნახავთ, ჩამოვალ. გაიხსნება ბოლო-ბოლო ეს საზღვრების საწავა. და კვირას წირვა. მაშინ შაბათი იყოს კი ბატონო. მოკლედ, მონეტას ავაგდებ და მივიღებ. ყველაზე რთულ გაწყვეტილებს მასე ვღებულობ ხოლმე ცხოვრებაში. მონეტას ვაგდებ და რაც არის იმას ვაკეთებ. კეთილი ხალხო. აბა, დროებით.